რიგში უნდა აღინიშნოთ, რომ დრევანდელი მოცულობა არის ის, რომ რუსეთთან დაკავშირებით ცივილიზებული სამყარო ჩამოყალიბდა, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოფილი იქნას რუსეთისგან გამიჩნვის და რუსეთისგან მომავალი საფრთხეებისაგან დაცვის და არა რუსეთთან ერთად. ანუ სტრატეგიული საფრთხე რომაა რუსეთის სერიოზულად ჩამოყალიბდნენ არა მხოლოდ სიტყვიერად და პოზიციებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ რაღაც პოლიტიკურ ძალიან ხის განცხადებებში და არა მხოლოდ სანქციებში, არამედ ნატოს მიერ აღმოსავლეთ ფლანგზე თავისი შესაძლებლობების გაზრდით, ჯარების განლაგებით, მათ შორის მუდმივად, მათ შორის ბალტიისპირეთში, რუმინეთი, პოლონეთი და შესაბამისად უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით უკვე ინსტიტუციონალიზებული ნაბიჯების გადადგმით. გარკვეული დაპირებების აღებით, რომ ყოველწლიურად სამხედრო წვნა იქნება, აღჭურვა იქნება შესაბამისი ტექნიკის, მათ შორის გამანადგურებლებით ჩათვლით, აერსაწინააღმდეგო ტექნიკა იქნება ეს, артиლერია თუ ასე შემდეგ, მიწოდება და ამის პირობა არის აღებული და დადებული. ასე რომ უკვე ევროატლანტიკურ სივრცეში, აქეთკენ ნატო, იქეთკენ ევროკავშირი, სტრატეგიული ფანჯარა იხსნება ამ ორი ორგანიზაციაში, წინსვლის იმ ქვეყნების, რომელიც დარჩენილი არის ჯერჯერობით აღმოსავლეთ ევროპაში, ნატოსა და ევროკავშირის მიღმა. ნუ ნატოში ცოტა უფრო რთულად არის ეს საქმე გასაგებია, იმიტომ რომ მიმდინარე ომის პირობებში ხო უკრაინის მიღება გაჭირდება, მაგრამ აი უკვე ევროკავშირის მიმართულებით ძალიან სერიოზული წინსვლა არსებობს. გაიხსნა ის რომ საუბრობდი სტრატეგიული შესაძლებლობების ფანჯარა და რამოდენიმე წლის წინ ანუ უკრაინაში რუსეთის აგრესიამდე რომც ვერ ვიფიქრებდით, აი ესეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ გაფართოების დაღლილობა მოიხსნა და პირიქით გამტკიცებულია ძალიან აღქმა იმისა, რომ აუცილებელი არის ეს დარჩენილი აღმოსავლეთი ევროპა, ვისაც სურს გაწევრიანება ევროკავშირში, აუცილებლად მივიღოთ და არა რაღაცა გაწელილად და რაღაც მოსაჯდელ ოთახში დიდხანს დაყოვნებით, არამედ სწრაფად უფრო და მეტი დახმარებით. აი ამ სიტუაციაში სამწუხაროდ ამ სამი ტრიოსაგან ხო სადაც ლიდერები ვიყავით, უკრაინა, მოლდოვა, საქართველოსია საუბარი ამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, სამწუხაროდ ჩვენ მოწინავე ქვეყნიდან მაჩანჩალა ქვეყნის სტატუსამდე ჩამოქვეითდით და როდესაც მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებაში სერიოზული პროგრესი არსებობდა კანდიდატის სტატუსის მიღების გარდა უკვე კონკრეტულად მოლაპარაკებების გაიხსნა ჩვენთან მიმართებაში შეჩერებულია სამწუხაროდ ეს პროცესი იმის გამო რომ მოკლედ ვიტყვი ერთი არის სახელმწიფო მიტაცება დემოკრატიული სერიოზული უკუსვლა და შესაბამისი დემოკრატიული რეფორმების არა მხოლოდ არ გატარება არამედ პირიქით ავტოკრატიზაციის და ოლიგარქიზაციის მზარდი ხარისხი. იო, რა შემთხვევაში შეიძლება რომ საქართველოს დაბრუნდეს რაღაცა იმ გზაზე, რა გზაზეც მიდიოდა, ასე ვთქვათ, უწყვეტად? ძალიან კარგად გამოკვეთილი არის როგორც ნატოს, ასევე განსაკუთრებით ევროკავშირის მხრიდან ის მნიშვნელოვანი სფეროები და მიმართულებები, რომელშიც პროგრესი არის კრიტიკული მნიშვნელობის წინაპირობა ორივე მიმართულებით ინტეგრაციის ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით წინსვლის პროცესში. და ამას ძალიან ხშირად ამბობენ, როგორც ნატოს მაღალი ტრიბუნიდან გენდივანზეა საუბარი აქვს, იგივე ნატოს წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები. შოლცი იქნება ეს, ბაიდენი იქნება, ბლინკენი იქნება, საფრანგეთის პრეზიდენტი იქნება, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იქნება თუ ასე შემდეგ. ანუ ერთიანია ეს პოზიცია, აუცილებელი არის სასამართლო თავისუფლება, ძალიან მნიშვნელოვანია. სამართალზე დაფუძნებული სახელმწიფოს ქონა კანონის უზენაესობა და არა ოლიგარქიზაცია, ერთ-ერთი წინაპირობა დეოლიგარქიზაციაც არის, რა თქმა უნდა. ასევე რა თქმა უნდა, აუცილებელი არის დაემატა ეს მნიშვნელოვანი წიროპირობა კანონის ეგრეთ წოდებული უცხო აგენტების კანონის მიღების შემდეგ, რომ აუცილებელია უკან წაღება ამ კანონის გაუქმება და შესაბამისად პირიქით ხელი შეწყობა მედიისათვის, მედიის თავისუფლების გასამტკიცებლად, სამოქალაქო საზოგადოების გასამტკიცებლად, იმიტომ რომ სწორედ ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი სვეტი არის, რაზეც დგას დემოკრატიული
კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო. ამას ემატება, რა თქმა უნდა, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა, თვითონ შესრულება არ არის მარტო საკმარისი რომ იყოს ეს კანონმდებლობა, არამედ არ უნდა მოხდეს დარბევა, ცემა, დაშინება, ხო? სანქციების დადება. მაგა დავინახეთ როგორ ხდება აქტივისტების ცემა და შემდეგ სასამართლოში როგორ ხდება სიკვდილამდე მიყვანა თუ რამის ხაცარავას შემთხვევაში და შემდეგ იქითკენ აჯარიანებენ და მეორე მხრიდან ვინც ფაქტურად სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან იმათ საქმეებიც კი არ არის აღძრული. გიორგი, ერთიც როგორ ფიქრობ ნატოსთან მიმართებაში საქართველოს გაწევრების დრო რამდენად ახლოვდება ეს შესაძლებლობის ფანჯარა, რამდენად ახლოს არის იმისათვის, რომ საქართველოს აი ამ თავის კონსტიტუციაში გაწერილ მიზანს მიაღწიოს. ანუ შემაფერხებელ ფაქტორებზე შენ უკვე ისაუბრე და მანდ გასაგებია, მაგრამ რამდენად ახლოს არიან ეს პროცესი თვითონ. კი ბატონო. ნუ ცხადია, რომ უკრაინის ომის, რუსეთი-უკრაინის ომის განვითარებას მნიშვნელოვანი გავლენა იქნება და რამდენად ესე იგი ეს რუსული ინტერვენცია დამარცხდება, ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია იმისათვის, რომ მოვემზადოთ ეს სტრატეგიული ფარჯარა უკვე ევროკავშირის მიმართულებით გახსნილია და ნატოს მიმართულებაში როგორც კი გაიხსნება საბოლოო მაგეთკენ მიდის საქმე, ჩვენ ვიყოთ მზად, იმიტომ რომ აგერ ევროკავშირში გახსნილია ეს ფანჯარა და ჩვენ არა ვარ მზად და პირიქით უკან მივიდეთ, ხო? ასე რომ ნატოსთან მიმართებაში მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირთან მიმართებაში დემოკრატიული წინაპირობების შესრულება, რაზეც მე უკვე ვისაუბრე და ამასთან ერთად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, თავდაცვის რეფორმების გაგრძელება, მაგრამ ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აი ეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რაც შეიძლება ჩვენ მხრიდან გაკეთდეს ამი ნაბიჯის გადადგმა კონკრეტულად და ამაზე ნატოს ყოფილმა გემდივანმა რასმუსენმაც მისაუბრა, რომელიც ძალიან ჩახედული არა შიდა სამზარეულოში, რომ შეიძლება მოხდეს ჩვენი მხრიდან ესეთი შეთავაზება, რომ საქართველოს მთელი თავისი ტერიტორიებით შევიდეს ნატოში და მეხუთე მუხლი გავცერდეს იმ ტერიტორიებზე, რომელსაც აკონტროლებს, ანუ ოკუპაციის ხაზამდე. ანუ იურიდულად მთლიანად შევდივარ და მეხუთე მუხლი დაგვიცავს სადამდეს დღეს შეუძლია ცენტრალურ ხელისუფლებას კონტროლი იქამდე, ეს რატო იქნება მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ცხადია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე თუ გავრცელდება მეხუთე მუხლი, გამოდის რომ პირდაპირ ომში შედის ნატო რუსეთთან, ხო, ასე რომ ეს მათთვის მიუღებელია, რომ ეს იქნება ძალიან კარგი გამოსავალი, რომელთაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კი არ ირღვევა და საფრთხე კი არ იქნება. პირიქით, პოლიტიკურად დასტურდება, მხარი ეჭირება და მთელი ტერიტორიით შევდივართ ნატოში და რისი კონტროლით შეგვიძლია, იმაზე უკვე ნატოს სრული დაცულობა მეხუთე მუხლი მოქმედებს. ამას მეხუთე მუხლი გავრცელდება მაშინ დანარჩენ ტერიტორიებზე, როდესაც ესეთ ოფიციალურ თბილისის იურისდიქცია აღდგება სოხუმსა და ცხინვალზე, ხო? ბატონო, დაახლოებით გერმანიის ფორმულა, ანუ ოკუპირებული ხო არ ცნობს საერთოდ განმავლობაში აღმოსავლეთ გერმანიის, ხო? და გერმანია შევიდა ცოტათი განსხვავებული აქვს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მთლიანად შევდივართ იურიდიულად, ხო? ანუ მომძლავრდეს უნდა ქვეყანა, რისი კონტროლით შეუძლია ის საბოლოო დაცული იყოს, არა მხოლოდ შეერაღებული ძალებით, ჩვენი შეერაღებული ძალებით, რომელიც კარგად გვესწრებს საბოლოოდ რუსეთის სამხედრო მანქანასთან შედარებით. ძალიან ესეთი მცირეა, რომ 100% დავიწყოთ ჩვენი სუვერენიტეტი და აი ეს სწორედ დამატებითი დახმარება ეს მეხუთე მუხლი დაამნიშნელოვანი ქოლგა, ხო? რაც გვჭირდება დასაცავად, აი რასაც ვაკონტროლებთ იმ ტერიტორიების გადმოეფარება და ფეხსაც ვერ შემოადგენს ერთ ინჯზეც, ხო, ნატოს სიტყვიერება რომ მოვიყვანოთ, ხო, მაგალითად, როგორც ამბობენ, ნატოს ტერიტორია, ნატოს მეხუთე მუხლი დაცულ ტერიტორიაზე ერთ ინჩზე, ანუ ერთ გოჯზეც ვერ შემოვა რუსეთი და მთლიანად მიღებული ვიქნებით ნატოში და შესაბამისად მოუძლიერდებით კიდევ ერთხელ ეკონომიკურად დაცულ ვიქნები და ეს სწორედ ის ფორმულაა, რომ საბოლოო ჯამში მთლიანად გავერთიანდეთ და შემოვიდეთ ჩვენ დაკარგული დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ ყოფი ტერიტორია. სამწუხაროდ ამას
ჩვენი ხელისუფლება ეძახის რუსეთის პროპაგანდას და ტერიტორიების დაკარგვას, იმიტომ რომ არ უნდა თვითონ ამ ნატოს პროცესის საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში წინსვლა და ამიტომ ატყუებს ხალხს ამასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ რომ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ყოფილმა ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა რომ ნატოსაკენ სწრაფვა არის რუსეთისგან ესე რუსეთის მხრიდან აგრესიის დაწყების მიზეზი რაც არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს იმიტომ რომ მაგალითად იგივე მოლდოვას საერთოდ არ გაუცხადებია ნატოში გაწევრიანების სურვილი და 94 წლიდან კონსტიტუციით ნეიტრალურია გადაწყდა დაცვისპირეთის პრობლემა ან არ ემუქრება დღეს აგრესიით მოლდოვას რუსეთი და ვინ არის ამის შემაჭერებელი ისევ დასავლეთი ისევ ნატოს და ევროკავშირის წევრების ჩართულობა